დღეს ვესტუმრე ამბასადორი გოდერძის შეფმზარეულს მზია ხოჭავას და ერთად მოვამზადეთ მეგრული კერძები. წვრილად დაფქვილი ღერღილი კარგად გავვრეცხეთ და დავადგით მოსახარშად. ცალკე მოხარშული გქონდა საქონლის ხორცი, ჩავშუშეთ ხახვი კარაგსა და ზეთში. შემდეგ დავუმატეთ ხორცი. გაატარებულ ნიგოს დავუმატეთ სუნელები, აღწერაში მოგწერთ რა სუნელები გავუკეთეთ, გავათხელეთ ბულიონი. ამასობაში ჩაიშოშა ხორცი ხახვთან ერთად, დავუმატეთ ტომატ პასტა, შემდეგ ნიგზიანი მასა და დაველოდეთ როდის მოიხარშა ნიგოზი. ვუმატებთ გემოვნებით მარილს, წიწაკას, კაკიას და ბოლოს ნიორს. ხარჩოც მზად არის. ამასობაში ჩვენი ღერღილიც მოიხარშა. ნახეთ როგორ უნდა მივხვდეთ, გვერდებზე ლაფს რომ მოიყენებს, ღერღილი მოხარშულია. შემდეგ გავასქელოთ ციმინდის ფქვილით, ვურიოთ კარგად რომ არ დაკურკუტდეს, შემდეგ ბლომად სულგუნი და ნახეთ როგორ იწელება. უგემრიელესი ელარჯი გამოგვივიდა და ხარჩო. გემრიელად მივირთვით.